ხელოვნება, რომელსაც ყველაზე დიდი სცენა აქვს ქალაქი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ეფემერულია, ცოტა ხნით ცოცხლობს და ქალაქის მტვრით იშლება. Street art-ი, თანამედროვე ურბანული კულტურის ნაწილი, რომელიც ისტორიას მხოლოდ ფოტოების სახით რჩება და პირველი street art ალბომი, სადაც სხვადასხვა კალიბრის პერსონაჟები ჩვენი ქალაქის შენობების კედლებიდან გადმოსახლდებიან. დავბრუნდით ეთერში, პრინციპში საერთო აზრია, რომ კი, ძალიან გალამაზ და ნამდვილად და მთელ ქალაქს თუ მოედება სილამაზე, ამაზე ყოველთვის ხვდებით, რომ ძალიან კარგი იქნება. წლების განმავლობაში ძალიან აკულტა street art-ი თბილისის ქუჩებს. დღეს მე მგონი ცოტა გაფერადდა და უფრო საინტერესო გახდა ჩვენი ქალაქი და არა მარტო დედაქალაქი. ამასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ სტუმრებს გაცილებით უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ჩვენ და ისეთ ქალაქებში შეიძლება თურმე აღმოაჩინოს street art-ი, სადაც საერთოდ წარმოგვიდგენია. კი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გამომცემლობა არტანუჯმა გააკეთა ალბომი, სადაც შესული იქნება ყველაზე საინტერესო ნამუშევრები და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმრები არიან ალბომის ავტორი მაკა ჩინჩალაძე, ლაშა ბაბუაძე, ქართული street art-ის არქივატორი და გიორგი გაგოშიძე, არტისტი. მოგესალმებით, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. ჯერ დავიწყოთ იმით, როგორ გაჩნდა იდეა, რომ ალბომი უნდა გამოცემულიყო, რადგან აქამდე მიხვედით, ესე იგი ბევრი ნამუშევარი დაგროვდა, ხო? იდეა ძალიან მარტივად გაჩნდა. იქიდან გაჩნდა, რომ უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინეთ, რომ ქალაქი ჩვენს გარშემო ხანდახან ფერადდებოდა, მერე უცებ გადაიღებებოდა, მერე გაქრებოდა და ისევ გაჩნდებოდა და ძალიან მალე ფიზიკურად შეიძლება აღარ არსებობდეს ის ნამუშევარი, რომელიც შესრულებული. ახლა გამახსენდა ერთ-ერთ გვირაბში იყო ესეთი street art-ი მოხატული და გადაღებეს რატომ ბათხო? თავიდან იღებება. ეს ძალიან კარგია. თავიდან იხატება ასე ვთქვათ. და აქედან გაჩნდა ეს იდეა. შემდეგ დავიწყოთ მოძიება, მე შემდეგ ვიპოვეთ Facebook გვერდი Street Art in Georgia, რომლის ადმინიც არის ლაშა და შემდეგ დავიწყეთ ამ ასე დიდ სამყაროში გარკვევა, რომელიც თურმე არსებობს ჩვენს ირგვლივ და რომელსაც ბევრი ჩვენგანი ვერ არჩევს ამჩნევს. აი ხანდახან ხდება ისე, რომ 1000 წელი დავდივართ ერთ და იგივე ქუჩაზე და არ ვიცით სახელიც კი, რომელიც იქ დგას და ყურადღებას რომ მეგვაქცევინებენ, მე სხვანაირად აღვქვათ. და ასე იქნება ეს ალბომიც, აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად ბევრ რამეს აღმოაჩენთ თქვენს ირგვლივ, რომელიც არის და წარმოდგენაც არ გაქვთ. აი გუშინ დავემართ ეს შემთხვევა, მივდიოდი შუქნიშანზე გავიჩერდი და გავიხადე და ძალიან ნაცნობი ადამიანი დავინახე და მეთქი მეგობარია ჩემი და აღმოჩნდა, რომ ის ერთ-ერთი სტენსილია, რომელიც ამ ალბომში უნდა შევიდეს. უკვე ესეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ მეგობარი მგონია ჩემი ქუჩაში. ბუნებრივია ალბომის შედგენაში და თუ რა ნამუშევრები უნდა მოხდეს ამ ალბომში, თქვენს განსაკუთრებული აქტიურობით მონაწილეობდით ხო? და ზუსტად ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ კი არსებობს რისკები, რომ რაღაცეები გადაიღებოს სამწუხაროდ, ალბომი არის იმის გარანტი, რომ ეს ყველაფერი ხო არქივივით შეინახება. რა თქმა უნდა, ანუ ესეთი სპეციფიკური ის არის მიმდინარეობა, რომ ქუჩაში ხდება ყველაფერი, სადაც თავისუფალია სივრცე და დახატული ნამუშევარი შეიძლება იმ დღესვე ან მეორე დღესვე გადაიღებოს და თუ ფოტოდოკუმენტაცია არ მოხდა, შეიძლება დაუკარგოთ ასე ვთქვათ. არტის რამე უფლების აღება ჭირდება, როდესაც თქვათ რაიმე ლოკაციას აირჩევს და მივა და ნუ გააჩნია ეს დამოკიდებულია სად კეთდება, ზოგი ადგილი შეიძლება შევთანხმდეთ თქვათ ფლობელს ის თუ კერძო საკუთრებაზეა საუბარი, ხო? თუმცა ძირითადად თბილისის ანუ უმეტესობა შენობები თქვათ მერიის ზედამხედველობის ქვეშ არის. აი ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ჭუმად ღამე შეიძლება ესეთ პერიოდში რომ არავინ შეამჩნიოს ასე. თბილისის ქუჩები ყველასია ეს არის პასუხი მე მგონი ამ შეკითხვაზე მე თვითონ გავეცი შესაბამისად თამამად შეგვიძლია გავაფერადოს ჩვენი ქალაქის ქუჩები. ამბობენ ისე ქართველი არტისტები რომ ხელშეწყობა არ არისო ეს გამოიხატება იმაში რომ ბევრ განაკრძალულია დახატვა თუ რაღაც სხვაც არის რითიც შეუძლია ვთქვათ სახელმწიფოს იგივე რომ დაგეხმაროთ მაგრამ არ გეძლევათ შესაძლებლობა რომ ბოლომდე ისე აქტიურად გახვიდეთ ქუჩებში ეცეთი რა არის აი street art-ის ჩანაფიქრი რაც არის აზრი თვითონ სახელმწიფოსგან ხელშეწყობა მაგ ხრივ ალბათ უაზრობა იქნება. სახელმწიფოსგან არ დაშლა. აი ხო, ხელშეწყობა ლეიზეიფია მიდგომა რომ იყოს მაგასთან დაკავშირებით, უკვე ძალიან კარგი იქნება. ხო, აი ამას გულისხმობ. ხო, რომ იმიტომ რომ საქართველოს ქუჩაში იმდენი პატრულია, რომ უბრალოდ ვერ მოასწრებთ ახლა. ხო, ანუ შენ ხო გინდა პროცესში რო ხარ, რაღაცას რო ხატავ, გინდა რომ შენ ძისიამოვნო მაგ პროცესით და ამიტომ რაღაც ყოველ წუთში თუ აქეთ-იქით იყურებით. 2 წუთიანი ინტერვალი რო გაქვს, წარმოუდგენელია. შემოქმედებით პროცესს წვეტა ხდება ასე ვთქვათ ასე. ზოგადად ქუჩის მხატვრობის ნიმუშები გამოირჩევა განსაკუთრებული პროტესტით, ხო? იმიტომ რომ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გამოთქვამს არტისტი საკუთარ აზრს, როდესაც სოციალური თემებიც არის. კი ბატონო. ანუ ქართველი არტისტების შემთხვევაში როგორ არის? ხო.
ხშირად არის ხოლმე რომ აქტუალური თემების შემდეგ სწორედ ასახვას პოვებს სწორედ ანუ საქართველოს ყოველთვის მაგას ვიძახი რომ საქართველოს ზოგადად არის სივრცე სადაც ბევრ რაღაცაზე შეგიძლია ილაპარაკო იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა არის საქართველოში თუმცა რამდენად იქნება კონკრეტულად ამ სოციოპოლიტიკურ საკითხებზე ეგ უკვე ალბათ სხვა თემა არის და აი თუნდაც შენ რის მიხედვით ქმნი აი ბოლო ნამუშევარი რომელიც ჩემი ბოლო ნამუშევარი ეხებოდა ალბათ იმას რომ წვანის სივრცე ძალიან ნაკლებია აი ესეც აქტუალური თემა რომელიც ძალიან ეკოლოგიის თემა აი მაგ თემებს შევეხოთ რა ურბანიზაცია რაც ჩვენს გარშემო ხდება და რაც გინდა არ გინდა ძალიან გაწუხებს და სტრიტ არტის კონცეფტი ზუსტად ეგ არის თუ რაღაც პრობლემებზე ისაუბრო ანუ უფრო საინტერესოა ნამუშევარი თუ რაღაც ისეთი ბექგრაუნდი აქვს რაზეც დაგაფიქრებს და რაღაც მესეჯები დევს და არ არის ისეთი ანუ ადლად წაკითხვადი ასე თქვა და ეგრევე კონკრეტულ თემას ეხება და არ არის უბრალოდ რაღაც სტენსილი ჩვეულებრივი რაღაც ეს ტენდენციები აქვს სტრიტ არტს რომელიც წლიდან წლამდე იცვლება თუნდაც შესრულების ფორმა, ფერები, ალბათ საღებავების ხან შეიძლება ასოებია უფრო აქტუალური ხან ანუ რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია უფრო მეტი რაღაცის ჩართვა შეგიძლია. ეხლა უკვე მოდას შემოვიდა უცხოეთში მაგალითად IT ტექნოლოგიების ჩართვა სტრიტ არტის სფეროში, სიტყვაზე სტენსილი რო გელაპარაკე მან რაღაც ინტერაქციაში. თქვენ ხო გქონდათ რაღაც გავსი მოლაპარაკე კედელი, კი მე მახსოვს და როგორ არის ეგ კედელი? ვეღარ არის ეგ კედელი. ვეღარ არის ეგ კედელი, ან ვერ მოვასწარი ჩავლა ისე ვეღარ. რამდენი ქართველი სტრიტ არტისტია შესული ამ ალბომში და აი მითით რა არის საინტერესო დოშა წლების მიხედვით თუ არის ქრონოლოგია დაცული და თუ შეინიშნება ამის საფუძველზე ამ მიმართულების განვითარების ტენდენციები ამ მიმართულებით. დავიწყოთ ალბომის აი შემადგენლობაზე ფიქრი, როგორ უნდა გაგვეთავსებინა ეს ნამუშევრები, ну გადაწყვეტეთ, რომ არტისტების მიხედვით არ დაგვეყო და დაგვეყო ნამუშევრების მიხედვით, იმიტომ რომ აი ეს დათვლილიც არ გვაქვს. ბევრი ნამუშევარი მოხდა და შესაბამისად ბევრი ავტორიც. ჩვენ გადაწყვეტეთ, რომ ლოგიკურად რაღაც თემების მიხედვით დაგვეყო და ქაოტურად ესე ვთქვათ, გაურჩევლად არ ჩაგვეყარა, იმიტომ რომ დაკარგავდა რაღაც ხიბლს, ესე ვთქვათ, ყველა ნამუშევარი და გადაწყვეტეთ, რომ რაღაც რამდენიმე თავებად დაგვეყო და ნუ რაღაცა ესეთი თავები არის. აი რა შინაარსი. ნუ მაგალითად ერთი დიდი თავი ეძღვნება არტისტებს, რომელსაც გააჩნიათ საკუთარი ხელწერა, იმდენად შესამჩნევი, რომ აი ქუჩაში აუცილებლად შეამჩნევთ. მათ შორის ერთ-ერთი არის გიორგის ნამუშევრები, რომელიც აი ესე ფილებით და მოზაიკებით რაღაცა ცოტა სხვანაირად გადმოსცემს თავის სათქმელს. ну არის კიდე ესეთი გოგონები ცოტა ლურჯ სახეებით, გოგოებით და ასეთი დიდი თვალებით. ცალკე გამომყავით სტრიტ არტი სოციალური მესეჯებით დატვირთვით. ცალკე არის ეკოლოგია, ძალიან ბევრი. ანუ სხვადასხვა პრობლემატიკას რო ეხება, შესულია ბევრი სხვადასხვა კატეგორია. სოციოლოგიის საკმაოდ ის არის აი პროტესტული მიმდინარეობა აღმოჩნდა, იმიტომ რომ ამ თავში საკმაოდ ბევრი ესეთი რამ დაგროვდა, რასაც არტისტები აპროტესტებენ, როგორც არის უმუშევრობა, როგორც არის მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და ეკოლოგია და რა ისე შემდეგ, ბევრი თემა. და ალბომში არის ნიმუშები არა მხოლოდ თბილისის ქუჩებიდან, არამედ ასევე ბათუმიდან. არის ბათუმის ფესტივალზე. კი, ასევე წნორში ტარდება დიდი 3 წელია უკვე ფესტივალი და იქიდანაც არის შესრულები და შესულია რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც საქართველოში არ არის შესრულებული, მაგრამ ქართველი არტისტების მიერ არის შესრულებული, 2 ესეთი ნამუშევარი გვაქვს და კიდე შესული არის, ესე ვთქვათ, მესიჯები და წარწერები, ესე დავარქვით ამ თავს, იმიტომ რომ აი მე დავაშავეთ ვფიქრობდით როგორ მოგწეულიყავით, შენ შევთანხმდით, რომ ცალსახად ასეთ ნაწერებს მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ ქალაქისთვის უკვე იმდენად დამახასიათებელი გახდა, რომ აი ოთარ ჭილადის ციტატების გარეშე და პირველი არ შეიძლება. ნაწილად იქცა უკვე ამ ყველაფრის წარწერები. ხო, და ნუ ხან ზოგი რაც ეს სიყვარულს უხსნის, ახლა აი დღეს მოვიდეთ და ქუჩაში დავინახე ლიკუნა მაპატიე ჰეშტეგი. ხო, ძალიან ბევრი. ჩაიწვავედით და ასე შემდეგ. ჩაიწვავედით. ერთი არის ეს ამ გზით გესაუბრებიან. ამ ალტერნატიულად კომუნიკაცია, დიალოგი. ერთი არის სტრიტ არტისტებს ხშირად აქვს შემთხვევა, აი უფლებებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, რომ არ შეიძლება და აჯარიმებენ და ასე შემდეგ და
წარწერა არის ესეთი რომ ამაზე რამდენია ჯარიმა რომ ეს ისჭება თუ არა და დახატული და რაღაც თვითონ წარწერა არის ეგეთი რომ ამაზე რამდენია ჯარიმა არიან უცნობი ავტორები, იმიტომ რომ ჩვენ თქვით რომ აქაც მოხდნენ ისეთი არტისტები, ვისი ხელწერაც უკვე გეუბნება რომ ერთი და იგივე ავტორი ყავს, თუმცა შეიძლება იყოს ისეთი, ვინც არ ამხელს, ხო, თავის ვინაობას. ეს არის საინტერესო. ყველაზე ცნობილი სტრიტ არტისტი პრინციპში არის ის, ხო, მსოფლიო ვინარი და შეიძლება ჩვენც გყავდეს ეგეთი. ხო, ესე თემა რომ ძირითადად ყურადღება ექცევა ამ ალბომში თვითონ ნამუშევრებს და იმ საინტერესოდ არსებულ რაღაც ნახატებს და რამოდენიმე თქვა ისეთია, რომელიც თქვა ვერ გავარკვიეთ ვისია, თუმცა თქვა ძიების პროცესში შეიძლება აღმოაჩინოთ თუ არა და მიეწერება უბრალოდ რომ სად არის თქვა ლოკაცია. ეგ მაინც ვიცით წელი დაახლოებით და თქვა უცნობი ავტორი. ანუ სტრიტ-არტ ხო ოპონში. თუ გამოჩნდება ძალიან კარგი, ანუ თუ დაგვეკონტაქტდება. სტრიტ-არტი ეგ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირება მოხდეს ნახატზე და არა ავტორზე. ანუ ავტორი როკსტარი ან პოპსტარი არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში. აი ეს ნახატი უნდა გაკეთდეს. წინა პლანზე რა თქმა უნდა ნამუშევარია, თუმცა ჩვენ პატივცემთ კოპირაითის თემასაც და რა თქმა უნდა, ანუ მაქსიმუმ ვისიც ვიცით, აღნიშნული იქნება. ბენქსი არის თუ არა? აუ, ბენქსი ალბათ ჯგუფი არის დიდი ალბათობით ერთი ადამიანი არ იქნება. თუმცა კარგად მოირგეს ეგ. აი კიდე საქართველოში ეგ არის რომ კითხვა მაგაზე მიჩნდება რომ უნდა იყოს ისეთი ავტორი რომელიც იქნება ანონიმური. იმიტომ რომ ჩვენ ეგ უფრო არ გვჭირდება ალბათ საქართველოში. ჩვენ გვჭირდება პრობლემებზე ვისაუბროთ. და ანონიმი ეგ ალბათ უკვე ალბათ ავტორის გადასაწყვეტია როგორ უნდა რომ ითამაშოს რა როლი მოერგოს უბრალოდ. იცი რა მაინტერესებს და სულ მაინტერესებს თან. როგორ ხდება ლოკაციის შერჩევა და როგორ ხდება იმ იდეის დაბადება? მოდიხარ თბილისის ქუჩაში. აი ნახე ადგი. ხო, ანუ ეგ კიდევ ერთი ეშხია სტრიტ-არტის და როგორ არჩევ ადგილს. ანუ ხო, სტრიტ-არტს ბევრი რაღაცეები აქვს, ნიუანსები, რაც ჩვენ არ ვიცით თქვა. ჯერ იცნობი პატრულის ეკიპაჟებს. როგორი დამოკიდებულებაა? სიტყვაზე ჯერ უყურებ ქუჩას, რომ ეს ერთი მიმართულებით მოძრავი მანქანების ქუჩა, ეს კარგია, ხო, ცამფერი არჩევ კედელს. ანუ მთელი პროცესია ეს რაღაც სტენსილი შეიძლება ძალიან მარტივი იყოს გასაკეთებლად და ერთ დღეში ამოჭრა ის სტენსილი და 5 წუთში მიასხა, მაგრამ აი ეს პროცესი ძალიან გრძელია, როგორ არჩევ შენ ამ ყველაფერს და როგორ მიდიხარ იქამდე. თუნდაც იმ თემატიკის არის ადგილები, რომელსაც გარკვეული თემატიკა უხდება, მაგალითად დელიავას ბაზრობას ძალიან უხდება უმუშავრობის თემატიკა, ხო? იქ სხვა რამე, ეხლა რაღაც გოგორო დახატო ლურჯი თვალებით არ ჩაეწერება იქ. ხო, არ ჩაეწერება, გამოვარდნილი იქნება იმ კონტექსტიდან და იმიტომ რომ ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილს მორგებული ნამუშევარი უფრო საინტერესო ხდება, იმიტომ რომ იმას სხვაგან არ იმუშავებს, ანუ ეს ნამუშევარი და კონკრეტულ იმ ადგილს მოერგება, თქვა რაღაც თუ ბზარია იქ შეიძლება ჩასვა ნამუშევარში, ანუ არსებული რაღაც გამოიყენო და შეუერთდება ასე თქვა შენ ნამუშევარს და უფრო ცოცხალი გახდება. როდის იგეგმება თვითონ ალბომის პრეზენტაცია, იმიტომ რომ ახლა სტამბაშია, ვიცით იბეჭდება ხომ უკვე. და ფოტოზე რამდენად მარტივი იყო საერთოდ აი ამ ყველაფრის გადატანა, ამ პირიქით შეიძლება რთული, იმიტომ რომ დაიკარგოს თქვათ რაც მნიშვნელოვანია, როცა რეალურად უყურებ. კი, აი ბევრი არის შემთხვევა, როდესაც აი წარწერა არის, კიდე წარწერაში, ანუ რაღაცა ფილაზე კიდე წარწერა, რაღაცა ლექსები გიორგის აქ ხომ და ეს ცოტა რთული მოსარგები იყო, იმიტომ რომ აღსაქმელად ეს თვალისთვისაც და ამიტომ ისე შევეცადეთ, რომ რაღაცები მეტნაკლებად ფერების რაღაცების მიხედვით ჩაგვესვა ამ ალბომში. ალბომში მითითებული იქნება ეს უნდა ვთქვათ, რომ მითითებული იქნება რა თქმა უნდა ავტორის სახელი და გვარი, ანუ ამ ნამუშევრში ამ ფსევდონიმი როგორც უნდათ და აუცილებლად ადგილმდებარეობა და წელი გადაწყვეტთ რომ მიგვეწერა, იმიტომ რომ ესეც ძალიან ეს არის პრინციპში სიმბოლური თუ რაღაც, იმიტომ რომ შეიძლება ძველი ნამუშევარი არსებობდეს და შეიძლება გუშინდელი შესრულებული ნამუშევარი აღარ არსებობდეს და ამიტომ ეს წელი იქნება ერთგვარ მიმანიშნებელი, რომ ახლა თუ ძალიან ძველია შეიძლება ღირს ვარა წასვლადა ნახვა იმ ადგილას. თუ ძალიან 2011 მაგალითად შეიძლება დიდი შანსია რომ აღარ დაგხვდეს, ხო? ანუ არქივაცია მაგ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი გარკვეული თვალსაზრისით ხელოვნება არის ისტორია. ანუ ხელოვნება ან ხელოვნების რაღაც მიმდინარეობები რეალურად ფასდება 50 წლის მერე. ხო, ანუ პოლადის გაოს ეგ რაღაც
სანამ ახალი არის ვერ შეაფასებ ხო რამდენად მყარია ხო დრო ჭირდება რომ დაღვინდეს და შემდეგ შევაწყო ღვინოც გაივარია თუმცა სტრიტ არტ ნამუშევრს ვერ აცდი ესე და ჯობია ექვე გადავუხო და შეინარჩუნა დოკუმენტაცია. საუბრობს იმაზე რომ შეიქმნება ალბომი, ეს ნიშნავს რომ არქივს დარჩება და ხო წლების შემდეგ უკვე მოწყვლადი არის ძალიან სტრიტ არტ მალე ფუჭდება და ამიტომ თან ჩვენი საზოგადოება არის დაახლოებით აი ბავშვს რო აქვს სტადია რომ სამყარო შეიმეცნოს რაღაცის ხო პირში ჩადებით ან დამტრევით და ჩაქვის რო ჩამოხევით ხო დაახლოებით მაგ სტადიაზე ვართ ალბათ მე უფრო დავიხვეწებით ნელა სტრიტ არტისტების რაოდენობა იზრდება და იცნობთ ერთმანეთს კი სხვათა შორის ისეთი რა თქმა უნდა ხა რაც ეს მოწლები გადის უფრო პოპულარული ხდება და უფრო მეტი ადამიანია ჩართული და ნუ გარკვეული ნაწილი ვიცნობთ ერთმანეთს ყველას ყველა არტისტებთან გააქვთ თქვა რაიმე კონტაქტი თუნდაც ინტერნეტის დონეზე სოციალურ ქსელში და მათი გამოცდილება რამდენად საინტერესოა თქვენთვის როგორც ქართველი არტისტები არის ხოლმე შემთხვევები რომ ჩამოდიან თქვა იგივე ფესტივალები რა სტარდება ბათუმში დააღნიშნო იქაც უცხოელი არტისტები იღებენ მონაწილეობას ქართველებთან ერთად და თუნდაც თავისი twins ჩამოდის ყოფილა ბევრი შემთხვევა დამკავშირებიან მეც გიორგისაც თქვა და გვიჩვენებია ადგილები მაგალითად ან გაგვიცვლია რაღაც ინფორმაცია და ამ დონეზე ხდება რაღაც კავშირი ანუ უცხოელი ტურისტებისთვის თუ დაკვირვებულ ხართ რამდენად საინტერესოა ქართული ქუჩის მხატვრობა რა თქმა უნდა თუ დაინტერესებული ადამიანი ანუ ვისაც აინტერესებს მგონი უცხოელები უფრო დაკვირვებლები არიან და ჩვენ შეიძლება ვერ შევარჩინოთ ვუყურავდით და ზეზვას და მზიას სელფის პოზე უცხოელი ტურისტები სელფს იღებდნენ ძალიან საინტერესოა მაგით ისე ალბათ კარგად ხვდებით ხო იმიტომ რომ არის ისეთი სტრიტ არტები რომელიც მე შეიძლება არ მინახავს ცხოვრებაში მაგრამ აი ფოტოებზე იგივე შენი მეგობრების ძალიან ბევრჯერ შეგხვედრია ხო და როცა ხვდები რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაიღო და შენ შესრულებულთან ხვდება ალბათ ბევრი გადაღებული ფოტო ეს ერთგვარი ალბათ სასიამოვნო მომენტია თქვენთვის იმიტომ რომ თუ სხვა არტისტებისთვის საგამოფენო სივრცეა ის ადგილი სადაც შეფასებას ნახავენ გაუხარდებათ და სტიმული მიეცემათ რომ კიდე ერთი გამოფენა გააკეთონ თქვენთვის რა არის ხოლმე ეს ყველაზე გასახარი მომენტი და შეფასება ხო ალბათ ეგ ფიდბექი რა თუმცა ეგ ფიდბექი არ ნიშნავს იმას რომ ყოველთვის დადებითი იყოს აი სულ მაგაზე მაქვს საუბარი რომ საქართველოში არც აკლია კრიტიკა მე მაგალითად მოვისმენ ჯანსაღ კრიტიკას და მისაღები იქნება. ანუ კრიტიკა რაც არის ხოლმე ზღვარს გადასულია და კრიტიკის მასე არ ჯდება. ეს უბრალოდ სუდია ეგ არ არის. ანუ რატო არის? არგუმენტები მერი ხელოვანისთვის ძალიან საინტერესოა, საჭიროა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემდეგი განვითარებისთვის, ხო, რა თქმა უნდა. ანუ ეგ აი თვითონ მარკეტისტვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადამ სმიტის უხილავი ხელი რაც არის ეკონომიკაში, რომ მარკეტს რო აწესრიგებს, ეგრე აწესრიგებს კრიტიკა ამ ხელოვნების მარკეტს. რაღაც მიმართულებას აძლევს. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა საქართველოში რა ხდება. ანუ ეგ ეს მარკეტი ხო ქაოსია. არავინ არაფერს არ აწერს ამაზე, რომელი ხელოვანი ვარგა, ცუდად ვამბობ ხო ვარგა. ანუ ვისი არტი არის ღირებული, ვისი არა, ამას არავინ არ ამბობს და ამიტომ ძალიან საინტერესო ტენდენციაა, რომ წამოვიდა ხელოვნები, რომლებიც თავის თავს ყიდიან. ანუ ეს ტიპები უფრო კარგი მენეჯერები არიან, მარკეტოლოგები. მენეჯერები გეთანხმები. საკუთარ ეხებენ ძალიან კარგ რეკლამას. მაგრამ სხვა არაფერი დარჩენია იმ ადამიანს და რა უნდა ქნას. ხო და აი ცუდი ეგ უნდა მოაწესრიგოს მე მგონი აი მაგ უხილავმა ხელმა რომელსაც კრიტიკა ქვია. ხომ და შემოგვიდა ადამიანმა თავისი საქმე უნდა აკეთოს. ხო აი მაგიტომ მინდა რომ ანუ ხელოვანმა უნდა აკეთოს თავის საქმე, ხელოვნებაზე უნდა იყოს გადართული და არა მარკეტინგზე და თავის გაყიდვას. და ასევე ალბათ იმასაც აქვს მნიშვნელობა კრიტიკას ვისგან იღებ და ვისგან არ იღებ და ვინ გეუბნება ამას ხომ? ყველას აზრს ახლა ვერ გაითვალისწინებ, ხო შენ თვითონაც ხვდები რომ თქვა. ვისი აზრია ყველაზე? არა, შეიძლება არც გაითვალისწინო. უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ კრიტიკა იყოს რა, ხო. მოისმინო. ხო, უნდა მოისმინო. ზოგჯერ ეს ფიდბექები თვითონ კედელზე ვეხვდება ხომ შენ სტენსილთან იყო მეწერილი ერთხელ მოგწონ ხარ გამოჩნდი. იყოს სამთვალიერებელი თუნდაც შენს გამოჩენა შენ კიდე აბო. ჩემნია აქცენტი გავაკეთო მხოლოდ ჩემს ნამუშევრებზეო. სკოლის კედლებზე იყო ხოლმე ეგეთი არტი ისე სულ წერდნენ ერთმანეთს გახსოვს პასუხებს როცემდნენ მერე და იმით უნდა გერკვია რა ხდება სკოლის კედლები ალბათ ახლა უკვე სამწუხაროდ გარემონტებად საბედნიეროდ მაგრამ ძალიან არაერთი საინტერესო ჩანაწერის და მიმოწერის ამოკითხვა შეიძლება საინტერესოა სტრიტ არტისტები მხოლოდ მოყვარულები არიან თუ პროფესიონალი მხატვრებიც ინტერესდებიან ამ მიმდინარეობით როგორია თქვენი დაკვირვება საქართველოში თუ ზოგადად. საქართველოში და ზოგადად საინტერესოა ხო?
ხო, ალბათ უფრო მოყვარული საქართველოში, კი. ძირითადად მოყვარული, მაგრამ ბევრი შემთხვევაა, რომ ანუ ჩვეულებრივ ხატვარი ვინც არის, ცდიან ხოლმე ქუჩაში დახატავენ მაგალითად და გამოსდით ჩვენივე, იმიტომ რომ ახლა სხვა ფაქტურა უბრალოდ ის ქაღალდი თქვა ტილო და მე აქეთ კედელი. ძალიან დიდი განსხვავება თქვა არ არის რომ შეეშალოს ხელი და ვერ დახატოს ასე. ანუ მე მგონი რომ თავი უფრო იდეა არის და იდეას მე როგორ წარმოაჩენებ, ხო, ანუ შენზე არის ყველაფერი დამოკიდებული როგორ კაში. ასე რომ მით უმეტეს არის გაზაფხული მშვენიერი ამინდი გამოვიდა ისეირნეთ თბილისის ქუჩებში და რაც მთავარია დაათვალიერეთ კარგად, იმიტომ რომ არაერთ ნიმუშს წააწყდებით ჩვენს ქალაქში. და ველოდებით ალბომს, რომელიც უკვე ბეჭდვაშია. სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო საუბრისთვის. სულ ცოტა ხნით შევისურვენ ერთად დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ და გველოდებით.